არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ გუშინ ვიყავით აქციაზე, გადადგა არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ბატონი ერმაკი თანამდებობიდან, ეს მაღალი ალბათობით იცით, არამედ გაგიკვირდებათ და სულაც არ გაგიკვირდებათ და დათვრა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელმაც სწორედ უკრაინაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გააკეთა ერთი ფრიად არაუცნაური, მისთვის მახასიათებელი განცხადება. ვადაგასული კიევის ჯამბაზის იგულისხმება ზელენსკი, გარშემო მყოფი კორუმპირებული მთავრობა დაინგრაო, თქვა ლოთმა მედვედევმა, რომელიც გამოტყურება ხოლმე იცით თქვენ და როცა გამოტყურება ხოლმე ისეთ სისულელებსაც ბჟუტურებს, ალბათ ეს უკანასკნელია, რომ მერე უკვე თვით პრეზიდენტი ტრამპი ჩაერევა ხოლმე საქმეში და 2 თუ 3 წყალქვეშა ნავსაც გააგზავნის რუსეთის სიახლოვეს და ამით აფრთხილებს რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს. მედვედევის მეგობარი როა იმას ცოტა რო ვერ არის, იმას ანუ პუტინს შენმა ზმაკაცმა ემან რაღაც სისულელები კიდევ აღარ ილაპარაკოს, თორე აგე ჩემი წყალქვეშა ნავები შენს მისადგომებთან არიანო. მოკლედ კიდევ ერთხელ გამოტყვრა რა, ვოდკით სავარაუდოდ მედვედევი თქვა, რომ ვადაგასული კიევის ჯამბაზის გარშემო ყოფი კორუმპირებული მთავრობა დაინგრაო, ერმაკს გულისხმობს, ის შეიძლება ჯერ კიდევ ზის თავის კაბინეტში, ანუ ზელენსკი ჯერ კიდევ ზისო, თან შეიძლებაო და ცხვირიდან კოკაინს იყნოსავსო, მაგრამ ის არ იქნება ის, ანუ ზელენსკი არ იქნება ის, ვინც სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ეს მასხარა არალეგიტიმურია, მისი სისტემის კოლაფსი გარდაუვალიაო. მე მაინც გვერის ნებართვით მოკრძალებით ვივარაუდებ, რომ უმალ მედვედევი მოიკლავს თავს, უმალ და უფრო სწრაფად მედვედევი მოიკლავს თავს, ვიდრე ზელენსკი წავა თანამდებობიდან და ან საერთოდ წავა პოლიტიკიდან. ეს მინდა გითხრათ, ანუ უმალ რუსეთი დამარცხდება, მარტივად რო ვილაპარაკოთ, ვიდრე დამარცხდება უკრაინა. ეს ყველაფერი ამ ლოთიკაცის გამომტყვრალის, გითხარით, მაღალი ალბათობით ვოდკით მეთქი. ვოდკით გამომტყვრალი კაცის განცხადება კი თავის მხრივ უკავშირდება იმ ამბავს, რაც ხდება უკრაინაში და ეს რასაკვირველია სამწუხარო ამბავია, ქვეყანა, რომელიც ომშია, ქვეყანა, რომელიც ამ ჯოჯოხეთს გადის, ქვეყანა, რომელშიც ეს საშინელი ამბები ტრიალებს და ადამიანები იღუპებიან, მოდი ვიყოთ გულახდილნი, ამ ქვეყანაში სამწუხაროდ აღმოჩნდნენ პირები, რომლებიც და აღარ დაუბრუნდები ახლა იმ სკანდალს, რაც ხდება, რაც გამოიძია ერთი ნაწილია ნაბუმ, კორუფციული სკანდალი, აღმოჩნდნენ პირები, რომლებიც ხელს ითბობენ ამ ყველაფრით და ნაბუს გამოძიების თანახმად $100 მილიონი მინიმუმ, ესეც ხაზგასმით უნდა ვთქვათ, არის დალექილი ცალკეული კორუმპირებული მაღალი თანამდებობის, პოლიტიკური თანამდებობის პირთა ჯიბეებშიც კი რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ზელენსკის თავრობის, კონკრეტულად ზელენსკის ან ზელენსკის თავრობის ბრალი, ეს არის იმ საბჭოურობის ბრალი, რომელიც სენია უკლებლივ ყველა სახელმწიფოში, მეთქი ასე ვიტყვი, პოსტსაბჭოთა ყველა სახელმწიფოში, საქართველოშიც მეთქი ასე ვიტყვი, ვინმეს კი არ ვაფარებ ხელს, რასაკვირველია კორუმპირებულებს წინა მთავრობიდან და ახლანდელი მთავრობიდან ხო 30 ჯერ მეტად კორუმპირებულებს, რომლებიც გაგსურდნენ არა, არ ვაფარებ რასაკვირველია ხელს. კორუფცია ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი მიზეზით არის დასჭადი, მით უმეტეს იმ ქვეყანაში, რომელშიც უნდა იყოს და არის კიდეც, რომელიც აქტიურ ომშია, ანუ არამც და არამც პირიქით, ვინც არ უნდა იყოს კორუმპირებული და მით უფრო ომში მყოფ სახელმწიფოში ის დასაჯელია, რასაკვირველია, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი არის საბჭოური მენტალიტეტის ბრალი, საბჭოურობის იმ მეტასტაზის, იმ სივნესი, რომელიც წარმოქმნა საბჭოთა კავშირმა, საბჭოთა რესპუბლიკებში, საბჭოთა ხალხებში და საბჭოთა ხალხა რა, ქართველი, უკრაინელი, ყაზახი, სომეხი, რუსი, ბელარუსი, თუ სხვები და სხვები, აი ბალტიელები ვერ გაასაბჭოთა სიმართლე გითხრათ, მიზესთა გამო და აღარ ჩაუღრმავდები ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წინააღმდეგობის მოძრაობას და არც იმას გაგახსენებთ ახლა, რომ პრინციპში ასე მაგალითად საქართველოს ოკუპაციასა და ბალტიის სახელმწიფოების ოკუპაციას შორის 18 წლიანი სხვაობა, 18 წელი ძევს და ეს 18 წელი აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანია
და ასევე არ ვილაპარაკებ იმაზე, აკადემიურ სექტორზე ომის პერიოდში, აკადემიურ სექტორზე ბალტიის სახელმწიფოებში ოკუპაციის პირობებში რაც ჩადიოდნენ მაშინ, როდესაც ჩვენი აკადემიური სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი კოლაბორანტობდა, მიუხედავად მისი კვალიფიკაციისა ცალკეულ მნიშვნელოვან სფეროებში, მიმართულეებში და ასე შემდეგ, როგორც სახელების და გვარების დაუსახელებლად, მაგრამ ეხლა ამაზე რომ არ ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ კონკრეტულად კორუფციულ სკანდალზე უკრაინაში მიმდინარეზე, ამ სკანდალმა კი გითხარით მარჯვენა ხელი შეიწირა უკვე შეიწირა მარჯვენა ხელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამ მარჯვენა ხელს კი ისიც თქვია ერმაკი, რომელიც მაინც და მაინც დამნაშავე გულახდილად აგეტყვით არ არის, მაგრამ ვინაიდან ასეა ცნობილი და ასეც არის, ვერ ვიტყვით რომ დამნაშავეა, ასე ხელაღებით ვერ დავადებთ მას ხელს, ყოველ შემთხვევაში ვიდრე ნაბო არ გამოაქვეყნებს სათანადო მტკიცებულებებს და დოკუმენტს მასზეც, მანამდე არანაირი უფლება არ აქვს, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ერმაკის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და შესაბამისად საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს გაუჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ერმაკიც ხომ არ იყო და არ არის გარეული ამ დიდ კორუფციულ სკანდალში, რომელიც არც უნდა მომხდარიყო, ეს კორუფცია არ უნდა მომხდარიყო, ამან განაპირობა ამ კაცის ძალიან და მეტისმენად პატიოსანი და სახელმწიფოებრივი თამაში, მეთქი სახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადადგმა მისი მხრიდან, ამას ვიტყვი. თამამად მან თავად დაწერა განცხადება და წავიდა ცხადია. ეს განცხადება შეთანხმებული იქნებოდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ანუ ასე ერთპიროვნულად ის კი მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც რაც ტოვებდა მეგობარს, ზელენსკი მისი მეგობარიც არის და პრეზიდენტს ამ გმირი ქვეყნისა და ხალხისა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აჩვენა, რომ მისთვის ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზეა ჩვენ, როგორც მისი გუნდი ხარს უჭერთ ამ გადაწყვეტილებას ერმაკის თანამდებობიდან გადაყენებას, ასე ინტერპრეტირებს ანატოლი არახამია, პარტია ხალხის მსახურის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი არახამია, ვოლოდიმირ ზელენსკი იბრძვის ჩვენი მომავლისათვის, ომის ღირსეული დასრულებისათვის, როგორც ერის და სახელმწიფოს ლიდერი, ის არ დაუშვებს უკრაინის არანაირ შესუსტებას, არც გარედან და არც შიგნიდან. ეს ამბავი, თუ გულახდილები ვიქნებით, ასუსტებდა და ასუსტებს უკრაინას შიგნიდან და გარე აქტორებს სხვადასხვა ქვეყანაში, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ გარე აქტორებს სხვადასხვა ქვეყანაში აძლევს იმის თქმის ჭყალებში თუ ბჭყალებოთ საფუძველს, რომ გაიშვიდონ თითი უკრაინისაკენ და თქვან, ნახეთ, როგორი კორუმპირებული სახელმწიფოა უკრაინა და თუ ესეთი კორუმპირებულია იმსახურებს კი ის ევროკავშირში გაწევრიანებას, იმსახურებს კი ის დაპირებებს იმის თაობაზე, რომ ნატოში გავაწევრიანებთ, როცა იქნება, იმსახურებს თუ არა ის ესოდენ სერიოზულ თუ ევროპულ და თუ ამერიკულ მხარდაჭერას ასეთი სკეპტიკოსები, უკრაინის სკეპტიკოსები, დავარქვათ ესე, არიან საკმაოდ ბევრნი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ვთქვათ, რუსეთში ხომ არიან და არიან, რუსეთში ყველა ასეთია, ევროპაშიც არიან, გაგიკვირდება და ორბანი თვალსაჩინოება ამის, ორბანი ტროასხელი, მაგრამ ოკეან გაღმა, ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა, ანუ ატლანტის ოკეან გაღმა, ვაშინგტონშიც ან ამერიკულ პოლიტიკურ სპექტრშიც არიან საკმაოდ ბევრი, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა არაფერს არ იმსახურებს, მით უმეტეს არ იმსახურებს ჩვენს დახმარებას, საიდანაც თურმე მინიმუმ 100 მილიონი შეუჭამია ვინმე 1-2 თუ 5 მათ შორის კორუმპირებულ კი არა, მათ შორის თანამდებობის კორუმპირებულ პირებს. ერმაკის გადაწყვეტილება ან ზელენსკის გადაწყვეტილება ერმაკთან მიმართებაში თუ გეუბნებათ დავტოვოთ ეს საკითხი ხიგად, რა საკვირველია სწორი გადაწყვეტილება, რა საკვირველია არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას მხოლოდ და მხოლოდ წაადგება მეოდნავ მოგვიანებით, ჩაგიკითხავთ იმას, რა თქვა ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ამ თქმით, ამ სიტყვით ერთგვარად გამოისწორა არა საკუთარი, არამედ უკრაინის რეპუტაცია, ყოველ შემთხვევაში ეცადა კია და მე მგონი მოახერხა კიდეც, იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ, როდესაც ერმაკს ან თავისუფლებ კაცს, რომელიც ხოდაშორის ორშაბათს ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო და უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები უნდა გაემართა, როცა ასეთ კრიტიკულ ვითარებაში მიიღებ ესოდენ სერიოზულ გადაწყვეტილებას, ან თავად იღებს, ან შენაღებინებ, ან შენიღებ, ეს რა საკვირველია სწორი ნაბიჯია, რისკო, მაგრამ სწორი, მას შეეძლო ზელენსკის შეეცადა პირობითად ერთი კვირა ნაბუს საბოლოო გამოძიებამდე მისულიყო საქმე, რომელიც ან იტყოდა, ან არ იტყოდა ერმაკის თანამონაწილეობის თაობაზე ამ კორუფციულ სქემებსა და კორუფციულ საქმეებში, მაგრამ
მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო სწორი პრევენციული გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს რასაკვირველია პრეზიდენტ ზელენსკის და საერთოდ უკრაინას ძალიან გაუჭირდება, რამდენადაც ერმაკი უნდა ყოფილიყო ვაშინგტონში და ერმაკს უნდა გაემართა სათანადო მოლაპარაკება იმ მშვიდობასთან დაკავშირებით, ახლა ერმაკი ფიზიკურად უბრალოდ ვერ გაემგზავრება. ამჟამინდელი უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო პრეზიდენტის ოფისში ჩაუდგება სათავეში, ეს ქალბატონი ახლახან დაინიშნა იცით თქვენ პრემიერ-მინისტრად და ახლა უკვე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი იქნება, ხოლო ვიცე-პრემიერი და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი ახალგაზრდა კაცი მიხაილო ფედოროვი კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ვოლოდიმერ ზელენსკი გამოეხმაურა ერმაკის გადადგობის ფაქტს და თქვა ისტორიული სიტყვა ზელენსკი საერთოდ ახასიათებს და მომავალშიც დაახასიათებს ამ ისტორიული სიტყვების ისეთი სიტყვების წარმოთქმა, რომლებიც მე ესე მგონია მაინც უკრაინა თუ გაიმარჯვებს და უკრაინა რასაკვირველია გაიმარჯვებს 10 წლეულები გადასწრდება არა მხოლოდ უკრაინას ისტორიას, არამედ მსოფლიო ლიდერთა თაობაზე სახელმძღვანელოებში თუ წიგნებშიც იქნება ეს სიტყვები მოხვედრილი და არ მინდა თქვა რომ ნახევარ წიგნს დაიკავებს ჩერჩილი და მეორე ნახევარს დაიკავებს ვოლოდიმერ ზელენსკი მეთქი, მაგრამ სუყეთავი სწორედ ვოლოდიმერ ზელენსკის სიტყვებს კი მიეძღვნება და ერთ-ერთი ამ სუყეთავიდან უხეშად რაღაც 150 გვერდიანი თავიდან იქნება სწორედაც ეს სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარმოთქვა სწორედ უახლოესი მეგობრის ერმაკის გადადგომასთან დაკავშირებით, ყურადღებით უნდა მომისმინოთ. ახლა მე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სრული გადატვირთვა მოხდებაო, ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი ხვალ მე იგულისხმება დღევანდელი დღე ეს გუშინ არის წარმოთქმული ეს სიტყვა. მე გავმართავ უკაცრავად კონსულტაციებს პრეზიდენტის ოფისის ახალ ხელმძღვანელთან და აკითხავთ რომ ეს არის იულია სვირიდენკო, გავმართავ კონსულტაციებს მასთან და ახალ ხელმძღვანელთან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. რუსეთს ხა ეს არის ძალიან საინტერესო აბზაცი და ყურადღება მიაქციეთ. ამ ყველაფრით აკითხავთ რომ რუსეთი სარგებლობს და საერთოდ უკრაინის მტრები სარგებლობენ. მტრები რუსეთი მტერია, მაგრამ უკრაინის გადარჩენის მოწინააღმდეგეები დასავლეთში, ესენი არიან გერმანიაში, ესენი არიან საფრანგეთში, არ ჩანან თითქოს, მაგრამ მაინც ესენი არიან სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, ესენი არიან ოკეან გაღმა. და ისინი ამას თითქოს ხელზე იხმევენ ამგვარ რამეს და ამბობენ, უმტკიცებენ სხვებს უკრაინის მხარდამჭერებს, რომ არ შეიძლება ამ საბჭოური თუ რუსეთის გავლენის ქვეშ რომ უნდა დარჩეს იმ ქვეყნის დახმარება. ამ ყველაფრის ცხადია სარგებლობს რუსეთი, მერქი აკითხარით და როდესაც ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ არსებობს გარკვეული არგუმენტები უკრაინის წინააღმდეგ და ეს არგუმენტი იყო რასაკვირველი, ანუ კორუფციაშია გახვეული უკრაინის ცალკეული არაერთი ჩინოვნიკი ყოფილი ჩინოსანი და თანამდებობის პირი, ეს რასაკვირველია რუსეთს აძლიერებს და ამას ხო ისედაც მძიმე ფაქტია, მაგრამ რუსეთი კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ამას, კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ამას და კიდევ უფრო მეტ მათ შორის ფულის გადახდით რასაკვირველია ევროპული მედიის დაფინანსებითაც პირდაპირ თუ ირიბად კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას და ანტიუკრაინულად განცხადებს მათ შორის ამორჩეველსაც ამა თუ იმ ქვეყნისა. ხო და ამ ჭადრაკისა და კრივიც არის ერთდროულად, ხო? ზელენსკი მიიღო კი არა, ზელენსკიმ განაცხადა ის განცხადება გააკეთა, განცხადებაც გააკეთა და ამ განცხადებაში უმნიშვნელოვანესი პუნქტი ჩემი აზრით არის შემდეგი. რუსეთს ძალიან უნდა რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება, ამბობს ზელენსკი და შეცდომა იქნებოდა რასაკვირველია ერმაკს რომ გამოჰყიდებოდა, ერმაკს რომ ჩახფიჩინებოდა, ანუ ჩაბღაუჭებოდა უფრო სუსტი რომ იყო პრეზიდენტი ზელენსკი და ეთქვა რომ იცით და ჯერ დავიმტკიცეთ რომ ერმაკი არის კორუმპირებული და მე მივიღებ გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი არ არის მტკიცებულება და ასე შემდეგ. ნაბუ სხვათა შორის დამოუკიდებლად რომ მოქმედებს და ზელენსკი ვერ ახდენს გავლენას ნაბუზე, დასტური არის სწორედ ერმაკის ოფისის კი არა, ერმაკის საცხოვრებელი სახლის გაჩხრეკვა კაბინეტმა და დეპუტატებმა უნდა მიიღონ ბიუჯეტი. რომ ვიცოდეთ მაინც დანიშნონ ენერგეტიკისა და იუსტიციის ახალი მინისტრები და შეაფასონ ყველა მოქმედი მინისტრის მუშაობა. უკაცრავად ბოდიში მე წავიკითხავ სხვა განცხადებასაც, რომელიც ისევ და ისევ ზელენსკის ეხება, ეს მე გავაზიარე
და აქედან გამომდინარე არ გამიჭირდება ტექსტის სხვა მნიშვნელოვან პუნქტებსაც განცხადებიდან არ გამიჭირდება ამის მოძიება. უყურეთ რას ამბობს ზელენსკი, ესე იგი ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება, ჩვენი მუშაობა გრძელდება, ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არ გვაქვს მოშვების უკან დახევის და ერთმანეთთან კამათის უფლება, შესაძლებლობა დრო და ფუფუნება, თუ ჩვენი ერთობა დაირღვევა, ჩვენ ყველაფრის დაკარგვის რისკის წინაშე დავდგებით. მე ახლა გავბედავ და ცოტა გავრისკავ, მოდი ასე ვიტყვი რომ ერმაკი კი წავიდა, მაგრამ ერმაკის შორს არ წავა, მასთანამდებობა არ ექნება, მაგრამ ერმაკი იქნება პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველთა შორის თუ კვლავ მეორე ფიმდაშებით თუ საბოლოოდ არ დაუმტკიცებს ერმაკს კორუმპირებულობას. თუ დაუმტკიცებს და მაშინ ერმაკს ძალიან მძიმე ბედი და ხვედრიელი სამართლიერად მეთქი ასე ვიტყვი. ჩვენი ერთიანობა და თუ ჩვენი ერთიანობა დაირღვევა, ჩვენ ყველაფრის დაკარგვის რისკის წინაშე დავდგებითო ბრძანებს ზელენსკი საკუთარი თავის დაკარგვის, უკრაინის დაკარგვის, ჩვენი მომავლის დაკარგვის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ჩვენ უნდა გავუძლოთ, ჩვენ სხვა გზა და არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ სხვა უკრაინა არ გვექნება, ანუ ვერ წაიღებ ამ უკრაინას სადღაც შუაგულ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის ვერ ჩააგდებ, ასე ვიტყვი, ხო, ან რომელიმე შტატად. არ გვექნება, ჩვენ ვიცავთ უკრაინას და დიდება უკრაინას, ანუ უკრაინის სახელმწიფო ინტერესი უპირველეს ყოვლისა. ეს არის სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან და მე როგორ თქვა ახლა, მაგრამ ჩემი ღრმა წმენით ამით ყველას, ვინც უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკის აბრალებდა ან კორუმპირებულობას, ან კორუმპირებულობისათვის ხელის დაფარებას, ყველას პირში ბურთი ჩასჩარა ამ განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით პირველ ყოვლისა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაუჭირდება მას ორშაბათს. გასაკვირველია, დელეგაციის სხვა ხელმძღვანელი უნდა იყოს გამოკვეთილი, ის უნდა ჩავიდეს შეერთებულ შტატებში, იმან უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები, იმიტომ რომ არ იცის, გასაკვირველია, ბევრი იცის, მაგრამ ერმაკის ცოდნა გამოცდილება ბევრად დიდი იყო, ამდენი ხანია, 4 წელია ის ამ პროცესშია და პირველი პირია, პრაქტიკულად პირველი პირია პრეზიდენტ ზელენსკის შემდეგ, რასაკვირველია, მაგრამ რას იზავთ? ცხოვრებაც ეს არის, ბრძოლაც ეს არის, მათ შორის შიდა ბრძოლაც ეს არის, რუსებს არ უნდა მიეცეთ არანაირი არგუმენტი საიმისოდ, რომ უკრაინას უთხრათ, რომ შენ ცუდი ქვეყანა, შენ არაფრის ღირსი არ ხარო და ევროსკეპტიკოსი, უკრაინ სკეპტიკოსები, უფრო ზუსტი რომ იყო, არ უნდა გაძლიერდნენ სხვადასხვა დამაჯერებელი თუ არადამაჯერებელი არგუმენტებით. ამასობაში კი მედვედევის გამოფხიზლდება, მე მგონი. და დაინახავს, რომ უკრაინა არ ჩამოიშალა და დაინახავს, რომ უმალ თვითონ მოუწევს თვითმკვლელობა ტაბელური იარაღით, რომელიც დაჟანგებული იქნება ამასობაში, ხოლო ზელენსკი არც გადადგება, უშუალოდ ზელენსკი და ზელენსკისთან მოუწევს პუტინს მოლაპარაკება, თუ მაინც და მაინც მოლაპარაკებაზეა საუბარი, მაგრამ ვაგლახ კი არა, ვაი მედვედევის თავს, ვაი ამ პუტინის საყვარელი პოლიტიკოსის თავს, რომ ეს მოლაპარაკება მართლა არ შედგება, ის მართალია ამ ხრივ რუსეთი ფრონტის ხაზზე, ბრძოლის ველზე დაეცემა და დაეზღნერთება, დამარცხდება, ანუ გვიან შესაძლოა, მაგრამ მაინც ეს ომი ჩანს ამ ვერსიით ყოველ შემთხვევაში არ დამთავრდება რომელიმე ასე win to win, ანუ მოგებული და მოგებული. ეს ამ ვერსიის თანახმად დამთავრდება რუსეთის სრული გადანადგურებით. ღმერთმა მისმინოს. ნახვამდის.